ეს ფოტოები ძალიან მაგარია. დედაჩემს ძალიან უყვარს ფოტოსესიები. მიყვარს ისინი. ყველაფერი ისეთი ლამაზია და ბევრი დასამახსოვრებელი ოჯახური ფოტოა. ზუს, დედაჩემი ყოველთვის მაიძულებს ამის გაკეთებას. მაგრამ, როცა გაიზრდები, სურათებს დააკვირდები და გაიხსენებ როგორი იყავი. ბიჭები ყველა ასეთები არიან. მის გარეშეც მახსოვს, ფოტოები არ მჭირდება. ფოტოებს ათვალიერებთ? სხვათა შორის ახალი ფოტოსესიის ფოტოები მალე იქნება აქ. როგორ გავართ ერთმანეთს მე და დედაჩემი? შენ კი იგივე ადამიანი ხარ. ისინი ჩემთვის არ გვანან ერთმანეთს. გაგიჟდი? ისინი ძალიან გვანან ერთმანეთს. სულაც არ გავხართ ერთმანეთს. თითქოს ამელკა შენი შვილი არ იყოს. ჰეი, მაქს, რაზე ლაპარაკობ? გაგიჟდი თუ რა ხდება? გვარი შეურაცხყოფელიც კი არის. სულ ხარ, მაგრამ სიმართლეა. ისე, მისი ყველა ფოტო სიცოცხლის პირველივე დღიდან მაქვს მე. იცი, საავადმყოფოში ყველაფერი ხდება. მათ შეუძლიათ ბავშვის შეცვლა. ეს შეუძლებელია რომ მოხდეს. საავადმყოფოში ყველა ბავშვს აწერენ სახელს. ფილმებში მინახავს, ეს ხშირად ხდება. სულ ესაა, საუბარი დასრულდა. დედაჩემია. ამელკა მისმინე? არაფრის მოსმენა არ მინდა. მოდით ფოტოები გადავდოთ. მოწყდიმის სახე გაქვს. მაქსის გამოა? კი, მე მეწყინა ამ ყველაფრის მოსმენა. დაივიწყე, თვითონაც არის ის რას ამბობს. საიდუნოს გაგიმხელ, თავიდან მესმე ვიულობდი რომ ამელკა საავადმყოფოში შემთხვევით შეცვალეს. რა? ეს შეუძლებელია. შენ და ამელკა ერთ პარკში ჩაყილ ორბარდას გავხარ. მართლა ასე ფიქრობ? რა თქმა უნდა, ეჭვის არ შეგეპაროს. კარგი, მადლობა, დამამშვიდე. ყინულის მოედანზე მივდივართ. ჩვენთან ერთად წამოხვალ? არ მინდა, სხვა დროს გავაკეთოთ. კიტი, მოდი ხარ? ფეხი მტკივა, სახლში დარჩენა მირჩემია. მე დავრჩები. როგორც გინდათ, წავიდეთ ხალხო. ჰეი, ფრთხილად იყავით. იმედია გოგოები მაქს დაეხმარებიან. მან საერთოდ არ იცის სიგურებით სრიალი. ეს ნამდვილად ასეა. გოგო, ფოტო გადმოვარდა. ეს ამელკაა? ალბათ, როგორც ყოველთვის რაღაც დაავიწყდათ. კარს გავაღებ და ფოტოს ადგილზე დავაბრუნებ. გამარჯობა, ვინ გნებავთ? ამელკასთან მოვედი. სახლშია? არა, ის ახლახან წავიდა მეგობრებთან ერთად. ის რამდენიმე საათში დაბრუნდება. კარგი, მე მას დაველოდები. უკაცრავად, მაგრამ ვიხარ? მე ამელკას დედა ვარ. რა? როგორი დედა? ეს ხუმრობაა? ქალბატონო, მე აქ ხუმრობებისთვის არ მოსულვარ. არამედ ჩემი ქალიშვილისთვის მოვედი აქ. როგორი ქალიშვილია? კარგი, ახლავე გადი სახლიდან, სანამ გავბრაზდები და მე პოლიციას გამოვიძახებ აქ. შენ მე ვერ მეთქვი, რა ვქნა? მე ჩემი ქალიშვილის გარეშე არ წავალ. ამელკა ჩემი ქალიშვილია. გაიგე? არა, შენ მისი მშვილობელი დედა ხარ. მე კიდე ნამდვილი ვარ. მორჩავსო, პოლიციას ურეკავ. რა ხდება? გამარჯობა, ვინ არის ეს? არ აქვს მნიშვნელობა, ის უკვე მიდის. არაფერიც. თქვი რომ ამელკას გარეშე არსად არ წავალ მეთქი. ვერაფერი გავიგე. ამელკას მასწავლებელი ხარ? მე ამელკას დედა ვარ. დედა, როგორ? წარმოგიდგენია კიტი? ეს ქალბატონი მოვიდა აქ და აცხადებს რომ ამელკა მისი ქალიშვილია. მას აქვს გამბედაობა რომ ასე მოიტყუოს. მე არ ვიტყუები. ეს სიმართლეა. თუ ეს მაქსის ხუმრობაა, მაშინ სასაცილო სულაც არ არის. გასაგებია? რა ხუმრობა? მრავალი წელია ჩემს ქალიშვილს ვეძებ და საბოლოოდ ვიპოვე. როგორც იქნა ეს მოხდა. კარგი, ახლა აუცილებლად გამოვიძახებ პოლიციას. დაურეკე. ამავდროულად უთხარი როგორ მოიპარეს ჩემი ქალიშვილი. შეიძლება ერთი წუთით გესაუბრო? კიტი, გაიგე ეს? საიდან გაჩნდა ის საერთოდ? რა თავხედობა ეს ყველაფერი? არ ვიცი, მაგრამ თავდაჯერებულად გამოიყურება. არა უშავს. პოლიცია მას მიხედავს. მოდი, პოლიციას საერთოდ ნუ გამოვიძახებ. წარმოადგინოს მტკიცებულებები რაც აქვს. კარგი, მართალი ხარ. ჩემო ქალიშვილო, ჩვენ ძალიან გავართ ერთმანეთს. როგორც იქნა მე შენ გიპოვე. ისევ აქ ხარ? კარგი, დამშვიდეთ და მოდით გავარკვიოთ ყველაფერი. მე უკვე დამშვიდებული ვარ. და რატომ გადაწყვიტებ, რომ ამელკას დედა ხარ? ყველა დოკუმენტი მე აქ მაქვს. კარგი, თუ ასეა გვაჩვენე. აქ ყველა შტამპითაა და ხელმოწერითაა. ეს დოკუმენტები არ არის, არამედ რაღაც ქაღალდის ნაჭრებია. კარგი, დარწმუნებული ხარ, რომ ყალბი არ არის? ყველაფრის შემოწმება შეგიძლიათ. ჩვენ ახლავე შევამოწმეთ.
ეს დნმ ნამდვილად ყალბია. მეც შემიძლია ასეთი ქაღალდის ნაჭირს დაბეჭდა. ეს შეუძლებელია. ტესტი ნამდვილია. რას გულისხმობ ნამდვილში? შენ ხუმრობ. არ ხუმრობ. ამოკა, შენი ქალიშვილი არ არის. გამარჯობა. გამარჯობა. ალბათ ჩემი ქალიშვილის მეგობარი ხარ. ქალიშვილის მეგობარი? ვინ არის შენი ქალიშვილი? ჩემი ქალიშვილია. მოდი ვისაუბროთ. ანოკა უკვე მოვიდა? ჩემი ქალიშვილის ნახვა მინდა. წამოდი ჩვენთან ერთად. სად? წავიდეთ, მოგვიანებით გაიგებ. ვერაფერი ვერ გავიგე. ჯინი, რატომ გარბი ხარ ყოველთვის წინ? ასეთ სწრაფად ვერ წავალ, თორემ წავბორძიგდები. ჯინი, როგორ ხარ? რა? შენ ისე იდექი, თითქოს მოჩვენება დაინახე. ცით, აქ რაღაც უცნაური ხდება. გავიგე რომ ჩემი ქალიშვილი მოვიდა. მინდა რომ მივესალმო. შენ ყველაფერი განვეხილოთ. ეს ყველაფერი მისთვის ისეთი მოულოდნელი იქნება. რატომ უნდა დავიცადო? ეს ჩემი ქალიშვილია და მინდა რომ მე წავიყვანო. მაგრამ ხომ გესმის რომ მე მას ამდენი წელია ვზრდილი და უბრალოდ ასე ვერ გაუშვებ. ეს ჩემი პრობლემა სულაც არ არის. მისვინე. მოდი მოვიფიქროთ. რა არის ამელკასთვის საუკეთესო? მაგრამ ხომ იცით, ცხადია ამელკა ნამდვილ დედასთან უკეთესად იქნება. მაგრამ ის აუცილებლად მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ეს დედა აღარ არის. დაფიქრდი რა სიგზნობს ის. კარგი, მართალი ხარ. კარგი. არ მინდა ამელკა სტრესში იყოს. ჯერ თქვენ ერთმანეთი გაიცანით. მერე ცოტა ისაუბრეთ და მერე შესაძლებელი იქნება რომ სიმართლე უთხრა. კარგი, მე თან ახმა ვარ. ჯინი, გამოისმინე? ვიამბე. აქ იყო ვიღაც ქალი. მან თქვა რომ თავის ქალიშვილთან მოვიდა. შეიძლება ეს კიტის დედა იყოს? არა, მე მომეჩვენა რომ მან თქვა მისი შვილი ამელკა იყო. ამელკას? გადაწყვიტე მაქსის ხუმრობა გააგრძელო? სასაცილო არ არის. რაც მოვისმინე იმას გეუბნები და ეს ხუმრობა არ არის. ჯინი, ალბათ რაღაც მოგეჩვენა. გამარჯობა ყველას. დედა, ვინ არის ეს? ამელკა ეს არის? ეს ჩემი ძველი მეგობარია, ნიკა. ის ჩვენთან ხდება. ამელკა, ძალიან გაიზარდე. ძალიან მიხარია შენი ნახვა. გამარჯობა, ეს აუცილებელი არ არის. ნიკა, ცოტა ხნით ჩვენთან დარჩება. არ გეწყინება, ხო? წავიდეთ, მინდა ჩემი მძივებით დამზადებული ხელნაკეთი ნივთები გაჩვენოთ. რასაკეთებ აქ? მეც მინდა შენი სამკაულების ნახვა. არ შეიძლება? ეს აუცილებელი არ არის. კარგი, მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს. კარგი, შეგიძლია უყურო. შეხედე. ლამაზია. კარგი, ჩემი აზრით ნამდვილად არა. ღმერთო, ამელკა, ეს რა სილამაზია. როგორი ნიჭიერი გოგო ხარ. მადლობა. შენ გჭირდება რომ დარეგისტრირდე რაღაც კურსებზე. ეს ნიჭი უფრო უნდა განავითარო. ეს უბრალოდ ჰობია. ამელკა, შენი მძივები არ მაინტერესებს. მოდი კონსოლზე ვითამაშოთ. გეთახმები. კარგი, წავიდეთ. არ გინდა დედასთან წახვიდე და ისაუბრო? არა, ჯობია აქ ვიყო. კარგი, ჯერ მე ვითამაშებ. არა, ამელკა პირველი ითამაშებს. არ მინდა თამაში. მე ახლა გამოვიცვლი. კარგი, ამელკა, შენი დასასმელი უბრალოდ საშინელია. რატომ? ეს ბრენდირებული დასასმელი არ არის. დედა იაფფასიან ნივთებს ყიდულობს. ეს ჩვეულებრივი დასასმელია. მე თვითონ შევარჩიე. დედა შენმა ცუდი გემოვნება ჩაგინერგა? რა საშინელებაა? ეს ცუდია. დედა შემზე ცუდად მოლაპარაკობ. მე უბრალოდ ვამბობ სიმართლეს. გოგოებო, შეიძლება ერთი წუთით გესაუბროთ? მინდა ჩემი ახალი კოსმეტიკა გაჩვენოთ. კოსმეტიკა? ეს ძალიან საინტერესოა. სინამდვილეში მხოლოდ გოგოებს ვეძახდი. დედა ჩემის მეგობარი ძალიან უცნაურია. გეთახმები. ის საერთოდ არ მომწონს. კიტი, როგორ მოგწონს ის? რატომ ხარ ჩუმად? კარგი, არ ვიცი. ის ნორმალურად გამოიყურება. ის ისეთი შემაწუხებელია, ყოველთვის მოყვება. მე დედას უნდა უთხრა, რომ მისი მეგობარი წაიყვანოს. მოდი ეს მას უთხრათ. სად წახვედით ჩემს გარეშე? დედა ჩემის მეგობარზე ვსაუბრობ. და მე ის მომწონს. მოგწონს? გაგიჟდი? ის მაგარია. როგორ ჩანს ამელკას მასთან რაღაც საერთო აქვს.
რამე საერთო მასთან? გაგიჟდი? იცი რა? ერთად დედაშვილი ვითხართ. გოგოებო, დედაჩემს დაველაპარაკები. დედა რა გჭირს? ძალიან მოწყედილად გამოიყურები. ვისმინე. ამილკა ნიკაზე რაღაც უნდა გითხრა. ყურალდებით მომისმინდა ხო? მეც მინდა რომ მასე გესაუბრო. შენი მეგობარი ძალიან გვაწუხებს. ის უკვე მოგბერძდა. ის საერთოდ არ არის ჩემი მეგობარი. მაშინ რა საკეთებს აქ? რაც შეიძლება მალე წავიდეს აქედან. ნახე ამილკა. იცი რა არის? საქმე იმაშია რომ ის შენი ნამდვილი დედა არის. ჰაჰა, ძალიან სასაცილოა. კარგი, სამწუხაროდ ეს ხუმრობა არ არის. კი. ის საზიზღარია და ვერ იქნება ჩემი დედა. დედა შენია, როცა უკეთ გაიცნობ, შენ იგი მოგეწონება. მოიცა. დედა მითხარი რომ ეს ხუმრობაა. ჩემთვისაც საშინელი სიზმარია, მაგრამ ეს ყველაფერი სიმართლეა. ბავშვებო, დედა ჩემმა ისეთი რაღაცა მითხრა. სიმართლე გითხრა აი ამ ნიკაზე? კიტი, ეს იცოდი? კი. ჰეი, რა ხდება? მეც ვერაფერი გავიგე. შეგიძლია ამიხსნა? მოკლედ ნიკა ამილკას ნამდვილი დედა არის. როგორ არის ეს შესაძლებელი? არ ვიცი. მას ყველა დოკუმენტი და დნმ-ის ანალიზი აქვს. და მე გითხარით, ისინი ძალიან გვანან ერთმანეთს. ახლა საერთოდ არ ვიცი რა ვქნა. მე ვფიქრობ რომ შენ მასთან უნდა ისაუბრო. არ მინდა მასთან საუბარი. არ მომწონს. უბრალოდ მინდა რომ წავიდეს. ამილკა, შენ არ შეგიძლია ამის ვეკეთება. გაიხსენე რომ ბოლოს და ბოლოს შენი ნამდვილი დედაა. საწყალი დეი და კატია. წარმომიდგენია როგორ გზნობს თავს ახლა. არა, არ მჯერა. ვიცი რომ ჩემი ნამდვილი დედა კატიაა და არა ნიკა. გასაგებია? კი, თითქოს რაღაც სატელევიზიო შოუში მოხვდი. მე მგონი ამილკას ძალიან მოვეწონე. ფიქრობ ადვილად მიმიღებს როგორც დედას. მე უკვე უთხარი მას. რა, მან ყველაფერი იცის? კი, იცის. როგორც ჩანს, ახლა დრო სჭირდება ამის შესაძლებლად. ფიქრობ ის აღფრთოვანებულია. საბოლოოდ ის ნორმალურ პირობებში იცხოვრებს. ამილკა, შენ უნდა წახვიდე და დაელაპარაკო მას. არ მინდა. არჩევანი არ გაქვს. მესმის რომ შენთვის რთულია, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა მიიღო. მესმის. კიტი, მოდი ვნახოთ როგორ არის ამილკას დედა. რომელი დედა? ნებისმიერი. ამილკას მარტო ყოფნა სჭირდება. კარგი, წავიდეთ. მაქს, შენც მოდი ხარ? წადით. მე დაგეწევით. მე მგონია რომ ეს ძალიან მაგარია. არაფერია მაგარი. წარმოიდგინე, ახალი დედა, ახალი ცხოვრება. მაქს, საერთოდ ფიქრობ რას ამბობ? თუ გინდა, იქნებ არ წაგიყვანოს აქედან. რა სიტყვი? მართალია. კარგი, მაგრამ მასთან საუბარი მომიწევს. ამილკა, ჩემო ძვირფასო. დეიდა ნიკა. არა, დედა და მიძახე. კარგი, რადგან ყველაფერი იცი, შეგვიძლია სახლში წავიდეთ. ჩაალაგე შენი ნივთები. მაგრამ მე გიყიდი უახლეს, საუკეთესო რაღაცე. არ მინდა წასვლა, აქ ცხოვრება მინდა. კარგი, ამილკა. ვიცი რომ შეჩვეული ხარ, მაგრამ ჩემი სახლი ამაზე ბევრად უკეთესი არის. დედა სახლიდან ხომ არ გამაგდებ? რა თქმა უნდა არა. კარგი, მოიცა. ის შენი დედა არ არის. მე გიგზავნა რომ მას ასე დაუძახო. მაგრამ მე მას ყოველთვის ასე ვეძახდი. კარგი, აქ დავრჩებით სანამ შენ გადაწყვეტ, მაგრამ აუცილებლად წავალთ. ეს გადაწყვეტილია. მაგრამ კარგი, წავალ, ჩემ ნივთებს მოვიტან. დედა არ მინდა რომ დედა მას დაუძახო და წავიდე. ხო, მესმის, მაგრამ ის შენი დედაა. იქნებ მასთან უკეთესი იყოს. შენთან კარგად ვარ. ამილკა, როგორ ხარ? ცუდად. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი დღეა. შეეჩვევი. მინდა ყურადღება გადავიტანო. მოდი ვიდეო გადავიღოთ. რა თქმა უნდა. და თუ წახვათ სად გადავიღებთ ვიდეოებს? ეს პრობლემა იქნება. შეგიძლიათ აქ მოხვიდეთ და გადაიღოთ. ყოველთვის გამიხარდება თქვენი ნახვა. ეს შენთვისაა. ეს კი ჩემებია. როგორ არის ჩემი საუკეთესო გოგონა? რას შვები? კარგად, და რას აკეთებთ აქ? ჩვენ ვსწავლობთ სცენარს. რა სცენარს? ამილკას YouTube არხი აქვს და ვიდეოებს ვიღებთ. ემზადებით. YouTube არხი? მე ამის წინააღმდეგი ვარ. მომეცი აქ. ჰეი, რას აკეთებ? გიკრძალავ რომ YouTube-ზე გაჩერდე. მე მომწონს ვიდეოების გადაღება. როგორც შენი დედა, გიბრძანებ რომ არხი ახლავე წაშალო. ერები ბრძანებებს იძლევიან? ამილკას რომ ასე მოეპრო, მე არ დავუშვებ. დიახ. მისთვის საერთოდ არავინ არ ხართ და ნუ მეუბნებით როგორ გავზარდოთ ჩემი ქალიშვილი.
ამელკა, როგორ ხარ? გაიგე რომ არხის საშლა მომთხოვა? დედაჩემი ამას არასდროს არ მეტყოდა. გოიცა, იქნებ მას ეს სულაც არ უნდოდა. უკვე ვხედავ რომ ის საზისგარი დედა არის. მე და ის ვერ დავმეგობრდებით. მოიცადე. კირი, გამხნევდი. ჩვენს ოჯახში წვრილმანებზე წუწუნი იცოდე არ არის მიღებული. ამელკა განაცხენებულია. და კიდევ ერთი რამე. ახლა ეს ამელკა კი არა, ლუიზა. რა ლუიზა? ყოველთვის მინდოდა ჩემი ქალიშვილისთვის ასე დამექმნია, მაგრამ მისი სახელი მთელი ცხოვრება ამელკა იყო. ჩემი ქალიშვილია, რასაც მინდა, იმას გავაკეთებ. არ მინდა ლუიზა ვიყო, მე ამელკა ვარ, ახალგაზრდა ქალბატონო. თუ კიდევ ერთხელ მესროლი ბალიშს, კაცრად დაისჯები, იცოდე. ამელკა ჯობი არ გააკეთო, მე წავალ, შენ კი იფიქრე შენ საქციელზე, იცოდე. გაიგეს? მაშ რა გვაქვს აქ? იცოდით რომ ამელკა აღარ არის ამელკა, არამედ ლუიზა? ვის პატივსაცემად? ასე მეძახის ჩემი ახალი დედა. გააფრინა? ის გიჟია? მათ გკითხავს საერთოდ? მეჩვენება რომ მას ჩემი აზრი საერთოდ არ აინტერესებს. მართალია? კარგი, ანუ ახლა ლუიზა უნდა დაგიძახოთ? არა. ეს სახელი არ არის, საზიზღრობა. გონი მაგარი სახელია, მომწონს. მაქს, ვერც კი ხვდები თუ რა ხდება? მისთვის უბრალოდ ხუმრობა, მას ცხოვრების შესვლა არ სჭირდება. როგორც იქნა, ჩემი ქალიშვილის ჯანსაღსაკვებს მიირთმევს. ლუიზა, ეს რა არის? ეს მეტია, ჩემი ძაღლი. თუ, ეს ამას ზემია. ახალვე გააგდე. ასყვება სჭირდება. კარგი, გითხარი, სწრაფად გააგდე მეთქი. აღარ მინდა ამ მონსტრის დანახვა. გასაგები არის? მონსტრი? მეტი ჩვენი ოჯახის წევრია. ამ ოჯახში დარჩეს. ეს რწყილები არ გვჭირდება. ჯობია რომ რაც შეიძლება მალე მოშორდე მას. მეტის რწყილები არ ყავს. ის საუკეთესო ძაღლია. ჩვენ სახლში ნებისმიერი ცოცხალი არსების შემოყვანა არის აკრძალული. მაშინ არ მინდა შენ სახლში მოსვლა. შენ ჩემი ქალიშვილი ხარ. ყველაფერს შენთვის მევწყვეტ. სხვათა შორის, ახლა ჭამას აპირებ, მაგრამ არ მინდა. ამიერიდან გრაფიკით ხარ და ახლა იცოდე რომ ლანჩი გექნება. წამოდი, წამოდი. დაჯექი. შენი ლანჩი, ლუიზა. თუ ეს რა არის? ეს არის სპეციალური დიეტური სუპი, მაგრამ დიეტაზე არ ვარ. ახლა უკვე შეგიძლია იყო. ცოტა წონაში დაკლება გჭირდება. წონაში დაკლება არ მინდა. ლუიზა, დაგავიწყდა? დედამ უკეთ იცის. ახლა კოუზი აიღე და უკეთ ჭამე. მარილი მაინც დავამატო? რა? მარილი არ დაამატო. ის ჯანმრთელობისთვის ცუდი არის. გემრიელად მიირთვი. მე კი უნდა წავიდე. ნუ თუ მართლად ფიქრობს რომ ამას შევჭამ? კარგი, არა, ამ ორჩულთან ერთად ცხოვრებას არ ვაპირებ, თუნდაც ის მართლად დედაჩემის რომ იყოს. კარგი, დარწმუნდი? მე არ მესმის, ის და დეი და კატია ძალიან ყვანან ერთმანეთს. მეც ასე ვფიქრობდი. ამაკა ადაპტირდება, აი ნახავთ. სად არის ის? არ ვიცი. წავიდეთ და მოვძებნოთ. წავიდეთ. ამელკა, სად ხარ? ის არ სად არის? შეხედეთ, იქ წერილია. სახლიდან გავიქეცი და სანამ ნიკა არ წავა, არ დავბრუნდები. მინდა დედაჩემთან ერთად ჩემს სახლში დავრჩე. მე ასე გადავწყვიტე. ო, ჯანდაბა. სად არის ამელკა? სახლიდან გაიქცა და წერილი დატოვა. აი. სახლიდან გაიქცა? ეს ყველაფერი შენი ცუდი აღზრდის ბრალი არის. სივცხვილი შენ, ჯობია გაჩუმდე. როგორ გაიქცა ლუიზა? მე ის სილამაზეს სალონში ჩავწერე. კარგი, მე ამელკას მოსაძებნად წავალ და თქვენ აქ დაელოდეთ. რა უნდა გავაკეთო ახლა? გავაუქმო ეს მისი ჩაწერა? ჩაწერაზე ღელავ თუ ამელკაზე? ის უბრალოდ განებივრებული გოგოა. ამ სალონში ჩასაწერად 3 თვე უნდა ელოდონ ხოლმე. და რატომ უნდა წავიდეს ამელკა სალონში? არა ამელკა, არამედ ლუიზა. რატომ და? მინდა რომ თქვენ შავად შეიღებოს მან. რატომ? იმიტომ რომ ასე უფრო მომწონს. მაგრამ რა მოხდება თუ ამელკას არ სურს? მას საერთოდ არავინ არ ეკითხება. შენთვის ამელკა ქალიშვილი კი არა, შინაური ცხოველია. მე უნდა წავიდე. ო, ჯანდაბა.
ამელკა, სახლიდან არ წასულხარ? არა, მაგრამ არავის უთხრა რომ აქ ვარ. შენი დედა დარდობს. დავიმალები, სანამ ეს ნიკა აქედან არ წავა. ის დედა ჩემი არ არის. მე კიდევ ვფიქრობდი, რა მოხდებოდა დნმ-ის ტესტში შეცდომა რომ ყოფილიყო. თითქმის შეუძლებელია. თითქმის, ასე რომ შანსი არსებობს. კარგი. აი, მისი თმა. კიდევ ერთი ტესტი გავაკეთოთ? ეს ამელკას გადარჩენის ერთადერთი შანსია. მე თანახმავარ. თქვენც მომეცით, თქვენი თმები. რატო? მოგენატრება? ეს სატესტო ნიმუშებია. ნათესავები არ ვართ. ეს ტესტი ყველაფერს დაამტკიცებს. ასე რომ კონვერტს ავიღებ, ყველაფერს ხელს მოვაძებ და ლაბორატორიაში გავაგზავნე შემდეგ. მომეცი აქ. მიდი. ო. შო, წავედი. ამბელკა დაბრუნდი. მე კი უკვე ნერვიულობდი შენზე. არა უშავს, უბრალოდ ნიკას ვემალებოდი. უნდა უთხრა რომ გიპოვეთ. ისიც ღელავს ძალიან. არა დედა, მინდა რომ იგი წავიდეს. ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთება. დედა, მგონია რომ გინდა გამაჩუქო. რა სისულელია ეს? მეც მინდა რომ შენ აქ დარჩე. ო, შენ დაბრუნდი. არ გვაქვს დრო სალონში წასვლელად ახლა. ყავის საყიდვად წახვედი? კი, რატომ? ჩვენ გვეგონა რომ შენ ამელკას ეძებდი. ის უკვე დაბრუნდა, ასე რომ ყველაფერი კარგადაა. ბავშვებთან ერთად არ უნდა დაგტოვონ. ლუიზა, სხვათა შორის გიკრძალავ მათთან ურთიერთობა სამიერიდან. ნუ გაბედავ ჩემი მეგობრების შეურაცხყოფას. როცა გადავალთ, შენ ჩვეულებრივ ბავშვებს გაგაცნობ. რა? მეგობრებთან ურთიერთობას მიკრძალავ? ჩემს ქალიშვილს ასეთი სულელი მეგობრები არ უნდა ჰყავდეს. საკმარისია. ნამდვილად ასეთ წასვლას არ ვაპირებ. ძალით უნდა წამიყვანო. მე ამას გავაკეთებ. არა, დედა, არ გამიშვა. მოდია, გაუშვიახლავე. პოლიციას გამოვიძახებ და ბავშვის გადაცემაში დაგადანაშაულებენ. სულ ესაა. ბავშვებო, დამეხმარეთ. ის ისეთი ველურია. როგორ ბედავ? მე თქვენ გიჩივლებთ. და ახლა რას ვაპირებთ? წარმოდგენა არა მაქვს. როგორც კი ტელეფონს დავიკავებ, იცოდეთ, საქმე ძალიან ცუდად გექნებათ. საშინელი დედა ხარ. ო, შენ დასჯილი ხარ. 1 თვე ტელეფონის გარეშე. არა, 1 წელი. რა ხდება? კიტი, ტესტის შედეგები მოიტანე? რა შედეგებია? ხო, რა სახის ტესტია? ჩვენ გადავწყვიტეთ დნმ-ის ტესტის შედეგები ორჯერ გადაგვემოწმებინა. და აქ არის მზა პასუხი. კიტი, მიდი, გახსენი მალე. კარგი. ამგვარად, ამელიასა და ნიკას ნათესაობის ალბათობა 1%-ია. ამელიასა და დეიდა კატიას 99.9%-ია. Yes! შეუძლებელია. მე 100-ჯერ მაინც გადავამოწმე ეს. მოიცა. ეს რა ჯანდაბა? რა არის მან? ნიკასა და მაქსის ნათესაობის ალბათობა 99%-ია? რა? როგორც ჩანს, ვაჟი იპოვე. ეს შეუძლებელია. კარგი, არც კი მეკონდა რომ ბიჭი მყავდა. რა გინდა რომ დაგიძახო? გავათავისუფლოთ იგი. მეგობრებო, იმედია ვიდეო მოგეწონათ. არ დაგავიწყდეთ და ლაიქება. ამიჯერეთ, ჩვენ ძალიან ვეცადეთ. და იმისათვის რომ არ გამოტოვოთ ჩვენი ახალი საინტერესო ვიდეოები, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარისხილაკს. ნახვამდის ყველას!